Დავით, მოდი ავწეროთ ეს სქემა ძალიან საინტერესოა. ლილუაშვილის გარშემო მის კლანში რა ხდებოდა და რა მიმართულებით იყო კონტროლი. დავიწყოთ ანდრია ლილუაშვილით და შემოვიყვანოთ ის ორი პერსონაჟიც. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და პოლიტპატიმრებს, რომლებიც უყურებენ ამ ეთერს. დილიდან უყურებენ ვიცით და მეც მივესალმებით თავისუფლებას უსურვებ. ნამდვილად მეც ასევე. ხო, როდესაც საუბრობთ ხოლმე ივანიშვილის რეპრესიებზე, ყოველთვის ყველას ახსენდება თაველის პროტესტი ან რაღაცა ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ვდგავართ, მაგრამ ამ დროს არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ამ რეპრესიების ერთ-ერთი მთავარი ადრესატი თავად ოცნების ყოფილი ჩინოვნიკები და თუნდაც მოქმედი გუნდის წევრები არიან. ანუ ეს ივანიშვილის ასე ვთქვათ რეპრესიული აქლემი უკვე ყველა კართან ჩაიმუხლა, ვისი კეთილგანწყობაც ივანიშვილმა დაკარგა. მათ შორის სავე არ დაუტოვეს, სახლი რო არ გაეჭხრიკათ ადამიანებს. ეს ხალხი ვინც დაიჭირეს, ეხა მათ შორის გრიგოლ ლილუაშვილის გარშემო არის რავი, რამის ბავშვი აღარ დაუჭერიათ და მოხუცი მშობლები ამ კაცის თორე ყველა ახლობელი ვინც ყავდა, ესენი ეს ანდრია ლილუაშვილის, ხუნდაძე, ბიჭიკო პაიგიძე, ესენი არიან გრიგოლ ლილუაშვილის კურსელები. ნათელმირონები, ერთმანეთის მეჯვარეები არიან, ერთმანეთის ბიძაშვილები არიან. ანუ ეს არის უახლოესი გარემოცვა. ეხლა ბოლოს დაკავებული ანდრია ლილუაშვილი არის თუ შორეული ბიძაშვილი არის გრიგოლ ლილუაშვილის და ამ კაცს გარე ბიძაშვილი როგორც გარე ბიძაშვილი როგორც იმერეთში იტყვიან და ამ კაცს ოფიციალურად აქვს 14 კომპანიაში ან დირექტორია ან წილს ფლობს. ამ 14 კომპანიიდან ნახევარი არის ნავთობის შემომტანი კომპანიები და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ანუ ეს კაცი იყო ერთ-ერთი მთავარი ადამიანი, რომელსაც შემოქონდა ქვეყანაში ნავთობი და მე ამარაგებდა აი ამ ბენზინგასამოსადგურს, რომელსაც ჩვენ ახლა ქალაქში და მთელი ქვეყნის მასშტაბით ვხედავთ. რა თქმა უნდა, გრიგოლ ლილუაშვილის ფარველობით ამ კაცს ჰქონდა შესაძლებლობა შემოეტანა ამ ქვეყანაში მათ შორის რუსული სანქცირებული ნავთობი, რომელსაც უფრო იაფად ყიდულობენ ახლა განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ. აი რატომ შეუერთდნენ სანქციებს, ძალიან გასაგებია. ჯერ სანქციებზე შეერთებას ხსოვდა ის რუსული. აი საიდან გაჩნდა ამდენი ფული ჩვენ ეკონომიკაში ეს მოსაპარად. იმიტომ რომ არალეგალური. კი ბატონო, ან როგორ მოხდა რომ ეკონომიკაში ფული გაჩნდა, ეკონომიკა ფუსლაზე იზრდება და ემიგრაცია ხალხი გარბის ქვეყნიდან და სიღარიბე უფრო იმატებს. ხო, იმითი რომ ამ ხალხმა ეს სფეროები ჩაიგდეს ხელში და მათ შორის ახლა ის ხუნდაძე ვინც დააკავეს წინა დღეს, ის ხუნდაძე და მისი ძმა იყო შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე და ის კურირებდა საბაჟო სამსახურის მიმართულებას. ანუ ვინ გამოივლიდა საზღვარზე და რა ნავთობს შემოიტანდა, ეს იყო რუსეთიდან ჩამოტანილი თუ რაღაც სხვა სანქცირებული ასე ვთქვათ პროდუქცია, ამ ყველაფერს ლილუაშვილი და მისი კადრები კურირებდნენ. ოღონდ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ლილუაშვილი ცალკე ის რაღაც ამოღებული მაგალითი არ არის ამ ყველაფრისგან, ეს არის სისტემა, რომელიც ივანიშვილმა შექმნა. და შესაბამისად, ანუ ეს არის მთელი რაღაცა კორუფციის სქემა. ახლა სხვა გააკეთებს ფულს იმავე მეთოდებით მარტივად რა თქმა უნდა, ანაცვლებენ ერთმანეთს. ახლა თუ ესენი მართლა კორუფციას ერებძვიან, მაშინ კახა კალაძეც ეხა ციხეში უნდა მიდიოდეს. ბექა ოდიშარია ზუსტად იმავე ბრალდებთან მიდიოდეს ციხეში, როგორც ჯუანშერ ბუჭულაძე არის წასული. რავი, გოჩა ენუქიძე, ეს არის დაუსრულებელისა. ეხლა უბრალოდ კეთილგანწყობა დაკარგა და მაგიტომაც ხო ივანიშვილის. აი ამ ანდრია ლილუაშვილის მათ შორის ინტერესები აქვს, მაგრამ დიდუბის ავტოსადგურის მისი არის. ამის მეწილეც არის. სამშენებლო კომპანიები, ხან ყველა სფეროში აქვს ამ ადამიანებს რაღაცა მიტაცებული. ხო, რაღაცა 80-მდე რაღაცა უძრავი ქონება აქვს რეგისტრირებული თავის სახელზე, ხო? მაშინ როცა რაღაცა თუნდაც ქართული ოცნების უბრალო საჯარო მოხელეს, ან მის უბრალო მხარდაჭერა შეიძლება რაღაცა ერთი საცხოვრებელი სახლიც არ კონდეს და სტუდენტი რომელიც ჩამოდის რეგიონიდან თბილისში, რომელიც ქართული ოცნების მხარდამჭერია, აქ ქირით ვერ იშოვოს ბინა, იმიტომ რომ რაღაცა კატასტროფული ფასებია, ამ დროს ამ ხალხს, რა ვიცი, 80 ბინა აქვს თავის სახელზე რეგისტრირებული და 7 მილიონი იმდან ამოუყეს, რა ქვია, სახლში კარადებიდან. ქეშად კარადებიდან და ამ დროს ქართული ოცნების უბრალო რაღაც საჯარო მოხელე მაცივარი რო გააღოს, იქ 2 დღის სამყოფი საჭმელი ალბათ შეიძლება არ იყოს. ეს არის მდგომარეობა. ქეში რაც ჩვენ გვანახეს, ანუ გამჭვირვალობაც ხო არანაირი არ არსებობს მაგ პროცესში. კიდე რა მოიღეს. ეგეც უნდა გვესმოდეს, რომ ხო უბრალოდ არის რაღაც საჩვენებელი. რა თქმა უნდა, საუბარი არის 10ჯერ და 100ჯერ მეტ თანხაზე, ხო, რომელიც რაღაც არაფორმალურად არის მოპოვებული, რომელიც შეიძლება კრიპტოვალუტაშია შენახული, რომელიც შეიძლება უძრავი ქონების სახითაა შენახული, რომ ეს არის შოუს ნაწილი. რა თქმა უნდა, ახლა ლილუაშვილის გარშემო ყოფილი ვიწროვდება და უდიდესი ალბათობით ლილუაშვილის ციხეში მოხდება. ღარიბაშვილი საერთოდ რატო არ დაიტოვეს ახლა ციხეში, ეგეც გაუგებარია, იმიტომ რომ ამ კაცმა აღიარა რომ ქონება მიუსაკუთრეო და რავი, პირბადის გაკეთების გამო 100 კაცი ყავ ციხეში ჩაყრილი და ყოველ ღამე ამას აკავებენ და ხო, თავარი რუსთაველი არ გადაკეტო და მთავარია რაღაც პროტესტი არ გამოხატო. ამ ხალხს ყველა ციხეში უშვებენ და ღარიბაშვილი გამოუშვეს. ნუ ალბათ ვერც ღარიბაშვილი ვერ გადაურჩება ბიძინას
იმას გულისწყრომას, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ ეს რაღაცა შიდა, რაღაცა უდიდესი კრიზისის გამოვლინება არის. ეგეც მინდა ვთქვა, რომ ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ეხა ეს არის ივანიშვილის ავტოკრატიის ჩაბეტონება და ამით ძლიერდება და მოასუფთავებს უელს. რას მოასუფთავებს ამ ხალხს? იმ ხელა გავლენები ქონდა, იმ ხელა დასაყრდენი ქონდა. ამ ლილუაშვილის ბიზაშვილი იყო, რა ვიცი, საკრებულოს თავმჯდომარე იყო ვანში 3 თვის წინ, აგერ ეხა დასრულდა ხო მისი ისა. იგივე გავლენები ქონდა სხვა რაიონებში. სამტრედიაში ეს ხუნდაძე მის დაიჭირეს და მისი ძმა, რომელიც გაქცეულია თურქეთში. შემოსავლის მოსახულის ყოფილი უფროსის მოადგილე. ძმები ხუნდაძეები იყო სამტრედიაში ცნობილი ქართული ოცნების მხარდამჭერები, გავლენიანები, ფულიანები და ეს ამ ხალხს ქონდა დიდი კონტრიბუცია იმაში, რომ ივანიშვილი 2012-ში მოვიდა და მაგის მერე რაღაც დღემდე ხელისუფლებაში იყო, ხო და ხალხი ამბობს, რომ მის პრობლემებზე უფრო მეტად უყურდათ ვიძინა ივანიშვილი, ანუ ეგეთი მხარდამჭერები იყო ქართული ოცნების. ღარიბაშვილზეც შეგვიძლია მაგის პირველ რიგში პირველ რიგში ღარიბაშვილი შეგვიძლია თქვა აღმოსავლეთ საქართველოს რომ დავიწყოთ პირველ რიგში ღარიბაშვილი შეგვიძლია თქვა ეგ ყველაფერი და ეხლა ამ ხალხს რომ ბიზნა ისე დაერია ეს არაფრით არ არის სიძლიერის გამოვლინება კრიზისის გამოვლინება არის და ეს კრიზისი ერთის მხრივ იმას შექმნა რაც ქუჩაში ხდება ან როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე რომ ცოტა ხალხია ბევრი ხალხია კრიზისია შეცდომები იყო დაშვებული თუ რაღაცა მაგას მნიშვნელობა არ აქვს სანქციები მაგან შექმნა ისიც სანქციები მაგას შექმნა დელეგიტიმაცია მაგას შექმნა დღემდე აი ეს კრიზისი რაც აქ ივანიშვილს არ მოუგვარდა მაგას შექმნა ეს რაღაცა რომ დაერია ამ ხალხს და რაღაც ეჭვიანობს. ეგეც მაგან შექმნა, იმიტომ რომ კრიზისი რო არის ქვეყანაში და ეს კრიზისი არ გვარდება, ვიღაცებს აბრალებს ამ ყველაფერს და თვითონ არის ამ კრიზისის გამომწვევი. ივანიშვილი არის ამ დესტაბილიზაციის მთავარი წყარო. მაგას გადაწყვეტილება, რომ არჩევნების გზით ძალაუფლება არ დათმოს. მარტივად რო ვთქვათ, ეგ არის ფუნდამენტი. ზუსტად, მაგიდან იწყება და ეხლა ბარემ მაგასაც ვიტყვი, რომ 26 ოქტომბერს დიდი შეკრება გვაქვს რუსთაველზე 19 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და შემდეგ მარშრუტი გავემართებთ რუსთაველის გამზირისკენ. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი არის, ყველას მოუწოდებ, რომ ამ დღეს გამოვიდეს და შემოგვიერთდეს ამ აქციაზე, იმიტომ რომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ აი ეს მთელი ამბები, რასაც ახლა ჩვენ ყვებით, ეს ივანიშვილის კრიზისი, მის შიგნით მიმდინარე ეს ყველაფერი, არის გამოწვეული აი ამ პროტესტის მედეგობის და აი ამ პროტესტის ხანგრძლივობის და მისი უწყვეტობით და ნებისმიერი გამოსვლა მან რუსთაველზე. გინდ რაღაცა უბრალოდ რიგით დღეს თუ 26 ოქტომბერს, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი დღე, თუ აქამდე 4 ოქტომბერში, 27 სექტემბერს, როცა იყო დიდი მანიფესტაციები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აგური იმაში, რომ რაღაცა ამ ქვეყნის გათავისუფლებას მივაღწიოთ. თან როგორც შესაძლოა ნათქვამი აქვს, რომ ეს რუსთაველი გაწმინდეთ, გათავისუფლეთ და ამას უკვე ისეთი კანონები მიიღეს, გაცნობას ვერ ასწრებენ ადამიანები, აი პირბადის ინციდენტი იყო, მაგის კლასიკური შემთხვევა. და ხშირად ამბობენ ადამიანები, რომ აი რა მე რა იქ რო ცოტა გადის და იკეტება. მთელი აპარატი, სახელმწიფო რესურსები, ყველაფერი მომართულია იმისკენ, რომ ეს პროტესტი დასრულდეს და გზა არ გადაიკეტოს და გამზადებული ქონდათ გუშინ წინ ქარდები და ნიუსები იმის რუსთაველის პრემიერის გამოვიდა, რომ აღარ გადაიკეტა. ანუ ეს არის მათთვის ფუნდამენტურად და მე მაინც გადაიკეტა, გუშინ მეც ვიყავი, მაინც გადაიკეტა. უფრო მეტი ხალხი იყო გამოსული ვიდრე წინ დღეებში. ანუ ნახეთ, ეგ არ ესმის ხოლმე ქართული ოცნების წევრებს და მხარდამჭერებს და ზოგჯერ შეიძლება აქეთ ჩვენს მხარეს ყოფნასაც არ ესმით, რომ რა ეს ეგ რა აქცია არის, ხა მართლა ვიღა გამოდის და ეგრე არ არის. აბა მოვიდნენ და დაშალონ ეს აქცია. აბა მოვიდნენ და არ გადაგვაკეთებინა ეს. მოვიდნენ 29 ადამიანი დააკავეს, ტროტუარიდანაც გაიტაცეს, საკუთარი წესებით. და მეორე დღეს მაინც იგივე გააკეთა ხალხმა, ესმით გუშინ იგივე გააკეთა მაინც ხალხმა და ეს არ არის კონტროლირებადი, ანუ მაგაზე კონტროლი არ ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკურ პარტიებს და არც არავის. ეს არის ხალხის ბუნებრივი პროტესტის გამოხატულება და ყველას უნდა ესმოდეს. მე ამასია და ჩემს ერთ ძალიან ახლო ადამიანთან მქონდა მაგაზე რაღაცა დისკუსია, რომელიც უფრო მეტად ქართული ოცნების მხარდამჭერი არის ვიდრე პირიქით, ხო? და ამ რუსთაველზე დგომა უნდა ესმოდეს ყველას, რომ ეს არის ერთადერთი ფორმა პროტესტის გამოხატვის და რეჟიმთან ბრძოლის, რომელიც დარჩა ამ ქვეყანაში ინსტიტუციურად თუ დემოკრატიულად, ხო? ანუ განა მე მინდა იქ დგომა. განა არ მიჩვენია, რომ არჩევნებში ვიყო შესული და რაღაც მარათონში ვამარცხებდი ოპონენტებს, ან რაღაცა ინსტიტუციებში ვიბრძოდე, ან რაღაცა საკონსტიტუციო სასამართლოში ვიბრძოდე. ანუ მეც ეგ მინდა და ყველას ეგ უნდა, მაგრამ გამქრალია ეგ სივრცე. საკუთარი თავის დამშვიდებასაც გავს ჩემი დაკვირვებით იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ვერ ან არ მონაწილეობს და ესმის რა მძიმე ვითარება ქვეყანაში, რომ ამის დამცრობა რაღაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მათთვის შემამსუბუქებელია. გეთანხმები, აბსოლუტურად ეგრეა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ იგივეს მე არ ვიყავი მაშინ დაბადებული, შეიძლება შენც არ იყავი, მაგრამ ეს ისტორია ხო ისეთ ძალიან ცოცხალია რა. 9 აპრილზეც იგივე
იგივეს ამბობდნენ თავის დროზე არა. ან 9 აპრილზეც ეგრე იყო, რომ აი ქვინ იკრიბება ეს რა ხალხია ეს. და 9 აპრილი მიუხედავად თავის ამ ტრაგედიისა იყო რაღაცა თავარი თარიღის შემდეგაც დაიბადა ჩვენი ახალი რესპუბლიკა, ხო, რომელშიც დღემდე ცხოვრობდა ჩვენი დამოუკიდებლობა, ხო? ანუ ეს გასულ არის მუდმივად ეს რაღაც კრიტიკა იმ მოტივით, რაც შენ თქვი, სხვა მოტივითაც, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს, ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ ხალხი არ ჩერდება. ჯარიმებზე ხო ეგონათ რომ ეს ყველაფერი გააჩერებდა. სახში მოდიოდა 6-5 პოლიციელი ბრიგადები გაკითხავდა გაბარებდა ჯარიმს, რომ შეეშინებინეთ და ძალის დემონსტრირება გაიკეთა. აი რაღაც ძალის დემონსტრირება და რაღაც ერთი კვირა ამაზე ყველა მინერვიულა, მე არც არავის მეც კი როცა დავჯარიმდი, საერთოდ არც დამიწერია რომ დაჯარიმებული ვარ, იმიტომ რომ ეს ძალიან ნორმალური ამბავია. ეს ჩემს აბსოლუტურად გასაგებია. ახლა ციხეში მიდიან ადამიანები შეგნებული გადაწყვეტილებით. და მაინც იგივე ხდება, ანუ ვერ აჩერებენ გესმით და ეხლა კი გონიათ რომ ამით გააჩერებენ, მაგრამ აი ვინც მოვა რუსთაველის აქციაზე ერთხელ მაინც და შემდეგ ბერკეტ ეს 1 წლიანი წარმოუდგენია. ხო, ეგ უკვე ნაწილია, ხო, ვინც 15 დღეაზე მიდის, იმან იცის, რომ 1 წლიანიც შემდეგი ის არის ეტაპი და ეს ამას ასე უნდა შევხედოთ, მან არავინ არ მიდის, რომ ხა 15 დღე დავისვენებ და მე რეაქციაზე აღარ გავალო. ყველა ეს ხალხი ვინც იქ წავიდა, იმასაც იმისაც იცის, რომ შემდეგი 1 წლიანია. და ეს ხალხი მაინც არ ჩერდება, ყოველდღე უფრო მეტი აკეთებს ამას. იმიტომ რომ სხვანაირად არ შეუძლიათ და მე ისიც გონია, რომ ამას ვერ აღასრულებს ქართული ოცნება ამ კანონს, რასაც ეხა ესე ფურცელზე აკრძალვა ამ ყველაფრის და რაღაცა თითქოს არ არსებობს. ეგ ანიშნავს რომ მართლა არ არსებობს პროტესტი. და ის ფასიც ხშირად ამ დისკუსიაში რა აზრი აქვს თუ ვინმე საუბრობს, ის ფასი რომ მათ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება უწევთ, ასეთი კანონების, ასეთი რეპრესიების გატარება, ამ რეპრესიებს ფასი აქვს, მათ შორის როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო, რაც უქმნის შემდეგ პრობლემას ქართულ ოცნებას, რის გამოც ხდება მათ შიგნით დაპირისპირება და ეხლა ჩვენ ფორმალურ საქმეებს ვახსენებთ, ხო, მაყურებლისთვის ვიტყვი, 11 საათზე არის ასევე გენერალური პროკურორის ბრიფინგი და ალბათ კიდე რაიმე მსგავს მოვისმენთ. ვიღაცის თავი დაგორდება. ხო, ნუ ნახოთ რა იქნება, მაგრამ ასევე გვესმის არაფორმალური ამოღებების შესახებაც, ხო? სადაც რეალურად იმ თანხების რაოდენობაზე არის საუბარი, რასაც საჯაროდ არ გვიყვებიან, გვესმოდა ჩვენ ინფორმაცია და ჯერ თორნიკე რიჟვაძის საქმე არავის დაგვიწყებია. ანუ იქ რა მოხდა, რატომ მივიდა ადამიანი თვითმკვლელობის მე იმასაც გაგიმხელთ და იმასაც ვიტყვი, რომ მე თვითონაც ხოვანელი ვარ და ამ გრიგორ ლილუაშვილის თელი ეს რაღაც ვანური ეს ინფორმაციები უფრო მეტად ტრიალებს ხოლმე ვიდრე შეიძლება დედაქალაქში იყოს და ის რომ მაგალითად გრიგორ ლილუაშვილს და აი მხარიბაშვილსაც და რიჟვაძესაც ივანიშვილი ფულს თხოვს, ეს ნამდვილად დადასტურებული ამბავია და ამ ფულის მოთხოვნას ამდენივე მიზეზი აქვს. ერთი ის რომ თავად ივანიშვილს აქვს პირადი ფულის დეფიციტი. ვიღაცა იტყვის რომ მილიარდერი კაც როგორ აქვს დეფიციტიო, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყეს რომ 800 მილიონი დოლარი გაუჩერეს იმ კრედიტსიუსის შვეიცარიული ბანკის ამბავი, რაც მოიგო და ეს ფული აღარ უბრუნდება, იმიტომ რომ სანქცირებულია და გარდა ამისა რა ქონებასაც ის დასავლეთში ფლობს, უძრავი თუ მოძრავი ქონების სახით ნახატები კი შემოიტანა, მაგრამ სხვა რას დარჩენილი აქვს იმას ვერ იყენებს, იმიტომ რომ სანქცირებულია. ჩვენ ეგ გვავიწყდება, რომ აი ზოგჯერ რაღაც ამ თვითკრიტიკაში რო ჩავარდებით ხოლმე, გვავიწყდება, რომ ამერიკის სახელმწიფო ხაზინას აქვს, ანუ რაღაც ფინანსთა სამინისტროს ყავს სანქცირებული ბიზნა ივანიშვილი და ტრამპმა ეს აქცია არ მოუხსნა. ტრამპმა ყველას მოუხსნა სანქცია, ვისაც უნდა და ხო იქ ვიღაცა უნგრელს მოუხსნა, ვიღაცა კუბელს მოუხსნა. ტრამპმა ძალიან გაუცროა იმედი ქართულადაც. ხო და გაუცრო და ეს სანქცია ბიზნა ივანიშვილს შეუნარჩუნა და ანუ ეს კაცი არის სანქცირებული, კეთროვანი არის და ამ კაცს მათ შორის ფინანსური დეფიციტია. ახლა ცნობებია რომ ფრონტერათიც ცდილობენ. ნუ ფრონტერა რას ეყოფა მაგ ამბავს, არა ერთი რაღაცა ესეთი ბიზნესი არის. შემოწირულობაც კი რესპუბლიკური პარტიისთვის იმდენად მცირე ქონდა ამ კაცს რომ ნახე, აი ეგეთი მნიშვნელოვანი დონორიც არ არის, ამიტომ სიტყვა დონორმა არ შეგვაშინოს. ხო და ამ კაცს დეფიციტი აქვს, ფინანსური დეფიციტი აქვს, მათ შორის ეგრეთ უნდა გვესმოდეს და გარდა ამისა, ისიც არის რომ ხო აი ეჭვიანობს, ნახეთ აი ხა ლილუაშვილმაც, ღარიბაშვილმაც, რიჟვაძემაც ამ ხალხმა ბევრი ფული იშოვა. ეს ბევრი ფული აი ამ სქემით იშოვეს, საბაჟო მისია, სანქცირებული პროდუქცია მისია, ნარკოტიკების ტრაფიკზე შეუძლიათ გავლენა ქონდეთ, ჰესებს აშენებენ და ბიტკოინ რაღაცა იმეშვებიან. ბარემ ჩამოთვალოთ ეს ინდუსტრიები, სადაც თვითონვე მოგვიყვნენ. ლილუაშვილზე გამოიკვეთა შემდეგი, აი რას წარმოადგენს ლილუაშვილის აი ეს ბიზნეს იმპერია, კორუფციაზე დაფუძნებული. ეს არის ნავთობის შემოტანა, რომელსაც ანდრია ლილუაშვილის მეშვეობით აკეთებდა და საუბარია სანქცირებულ ნავთობზე, რა თქმა უნდა, რუსულ ნავთობზე. საუბარია რაღაც აი სატრანსპორტო საშუალებებს, ხო, დიდუბის ავტოსადგურშიც კი ლილუაშვილს რაღაცა წილი ქონდა და იქიდანაც კი რაღაცა მიაქვს. საუბარია სამშენებლო კომპანიებზე, რომლებიც აშენებენ თბილისში სხვადასხვა რაღაც კორპუსებს და ამაზე ნებართვის მიღება, რა თქმა უნდა, უმარტივესად შეუძლია და შეეძლო ყოველ შემთხვევაში. საუბარია საბაჟო კონტროლზე, სადაც შეუძლიათ აგრეთვე ნებისმიერი სახის პროდუქციის შემოსვლა
თუ არ შემოსვლა რაღაცა უზრუნველყოს და აი ამაში კიდე რაღაც ბენეფიტები მიიღოს. ბიჭიკო პაიგიძე რომელიც დაიჭირეს ეს კაცი ამ კაცს ჰქონდა ვანში ქვის კარიერები უამრავ ასევე ჰესებს აშენებდა. ასევე აშენებდა ჰესებს რომელიც ვერ აშენეს და საუბარი იყო რომ ამ ჰესს აშენებდა იმიტომ რომ მე იქ ბიტკოინების ქარხანა გაეკეთებინათ და ეს მაინინგი განხორციელებიათ. საუბარი არის call center-ზე. ანუ მეტი ფული როგორ გაეკეთებინათ ისევ სახელმწიფო კი, აბა იქ ადგილობრივი სოფელში იქ სარგებელს არავინ არ იღებდა. მერაბდვალიშვილი სოფელი იყო, სოფელის სულორი და იქ სარგებელს არავინ არ იღებდა. ის ხალხი მაგიტო გაგიჟდა რომ რაღაცას რო აშენებდნენ ამ ხალხს არ შეპირდნენ რამეს, რომ თქვენ სარგებელს მიიღებთო. იმიტომ რომ მაინინგის გაკეთება უნდა და ვერ გააკეთა. ბიჭიკო პაიგიძეს ჰქონდა აგრეთვე სამშენებლო კომპანია. მაინინგიც ხო შეიძლება გაგაწყდა სვანეთში პირიქით ხალხს პრობლემებს უქმნიდნენ. კი, ვიცი. ხო, იქ სხვა ის იყო სპეციფიკა. ნუ ვანში გარგამოვიდა. სამშენებლო კომპანიას დაუბრუნდა. BP Trans-ი ბიჭიკო პაიგიძის კომპანია, რომელიც იგივე გრიგოლ ულაშვილის კომპანია არის. რავი, ამ კაცს მოგებული აქვს 100 მილიონი ლარის ტენდერები. და რაღაც აშენებდა მამისონის უღელტეხის და მსგავს დიდ პროექტებს ეს კაცი აშენებდა, ხო? ეს ანუ საბოლოო ჯამში გამოდის, რომ მაინინგი, call center-ები, ნავთობის შემოტანა, სამშენებლო ბიზნესი, რაღაც ქვაღორღის მოპოვება სატრანსპორტო, ანუ 6-7 რაღაცა სფერო არის, რომელიც მიტაცებული ქონდა. და პლუს სუსის ხელმძღვანელი, ანუ ყველაფერზე კონტროლის მქონე ადამიანი, შანტაჟის ბერკეტები. ნუ შემოსავლების სამსახურში რო ყავდა მისი ჯგუფელი, ეს ვლადიმერ ხუნდაძე. ხო, წარმოგიდგენთ, რამდენ ბიზნესზე ქონდა გავლენა შესაბამისად და რამდენ ასე თქვა აქტორთან შეეძლო, როგორც შანტაჟის ენით საუბარი, ასევე რაღაცა იმ კორუფციულ. ღარიბაშვილების კლანზე რა ვეცი? ღარიბაშვილებზე მე უფრო ნაკლებად გარკვეული ვარ, მაგრამ რა ინფორმაციებიც ყოფილა საუბარია რომ უფრო მეტად ამ კაცს ჰქონდა ჰესების ბიზნესში და ეს ჰესები ძალიან ბევრი აშენდა ამ ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ის უნდა თქვა თქო რა ვიცი დენი არ გაიაფებულა დენი და რა ვიცი ეს ექსპორტიც არ გაზრდილა და საუბარია იმაზე რომ ეს ჰესები აშენდა თქო ამ ყველაფერს ამ ყველაფერს მე ისევ ამ მაინინგისთვის იყენებენ და პირადი ინტერესებისთვის. ღარიბაშვილზე იყო აგრეთვე გზების მშენებლობა. ჩვენ მე როცა ფლანგის დირექტორში მუშაობდი, 4 წლის წინ მაქვს მომზადებული სტატია მისი აი ჯანყარაშვილის და მისი ცოლის ნათესავების კომპანიებმა კახეთში 210 მილიონი ლარის ტენდერები როგორ მოიგეს გზების მშენებლობაზე. ეს მხოლოდ ერთი გამოვლინება არის ამ ყველაფერს რა. ანუ აქაც იგივენაირად გზები, რაღაც ჰესები და აი რა ვიცი გუშინ გიახუხაშვილი მასაც ყვებოდა რომ 2013-დან რომ საქართველოში კვერცხის შემოტანის ბიზნესო ღარიბაშვილმა გადმოიბარა და იმას ლობირებდა. ანუ აქ ამ სფეროზე კვების მრეწველობაშიც კი ჯერ კიდე 10 წლის წინ თურმე ამ კაცს თავისი ინტერესი ჰქონდა. ანუ ნელ-ნელა კი არ შემოეპარათ კორუფცია. თავიდანვე გადმოიბარეს ეს ყველაფერი. ანუ ეგ არის თავიდანვე გადმოიბარეს ეს ყველაფერი და თავიდან შესაძლოა ეს ყველაფერი ბალანსდებოდა, იმიტომ რომ კორუფცია გადმოიბარეს, მაგრამ ნუ რაღაცა ინერციით მივდიოდით ევროპისკენ, მივდიოდით რაღაც განვითარებისკენ და რაღაცა ტიპის ასე ვთქვათ ბალანსი არსებობდა. ეხლა მოიშალა. მადაა დიდი. ეხლა მოიშალა ეს ყველაფერი. მადა უპრეცედენტო კორუფცია საქართველოში. კორუფციის დონე გაიზარდა უპრეცედენტოდ და სამაგიეროდ აღარც ევროპისკენ მივდივართ, აღარც რეფორმები ტარდება ამ ქვეყანაში, აღარც განვითარება არის, აღარც ამერიკა არის ჩვენი პარტნიორი, აღარც ჩინეთი, აღარც ევროპა, ანუ სრულ იზოლაციაში ვართ, სრულ რაღაც ეკონომიკურ გაუბედურებაში ვართ. რიცხვებმა არ მოგვატყუს, რაც ფურცლებზე იწერება, რომ ეკონომიკური ზრდა არის. შეხედოთ რა ხდება მაღაზიებში, შეხედოთ რა ხდება რაღაც ემიგრაციის თვალსაზრისით. კატასტროფა პროდუქტებში, რა ხდება, როცა გადასახადების დრო მოდის, კომუნალურების გადასახდელად ადამიანების უმეტესობა სესხს იღებს. ეგრეა. დიდი ნაწილი უმეტესობა არა, მაგრამ 20 ლარით გაიზარდა პრემია და 2000 ლარით გაიზარდა დეპუტატის ხელფასი, რომელსაც აი საერთოდ ფუნქცია არ აქვს პარლამენტში. ხო, პენსია 20 ლარით გაიზარდა და ამ დროს რა ვიცი, ნებისმიერ საყოფა ცხოვრება პროდუქტზე ინფლაცია იმდენი არის, რომ ეს 20 ლარი ერთი თვის ზრდასაც ვერ პასუხობს. ამ დროს ქართული ოცნების მომხრეებს უნდათ ინერვიულონ დამწვარ ურნაზე ან პოლიციის მანქანაზე, რომ ქალმა გადაიერა რეკლამაზე უნდა გავიდეს რამდენიმე წამი თუ კიდე. წამიერად ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში ასე ბედნიერი ვერ იქნება ვერავინ. ვერც ქართული ოცნების წევრები და მხარდაჭერები. ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს და პროტესტი, რომელიც რუსთაველზე არის, არ არის ვინმეს ჩამოსაგდებათან შესაძლებლად. ეს არის ამ ქვეყანაში სამართლიანი და თანასწორი გარემოს შესაქმნელად, სადაც ყველას ექნება ბედნიერების უფლება. დიდი მადლობა დათო მჟავანაძე. ჩვენ რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით და მეც ვისაუბრებთ პროტესტზე. შენი შემოწირულობით გააძლიერე მედია. გადაარჩინე სიტყვის თავისუფლება.